Sonic's პირველი დონის ველოსიპედიდან Sonic's მილიონი დონის ველოსიპედამდე. Sonic's ძალიან დაბალი დონის ველოსიპედი აქვს და Shadows-თან რბოლა წააგო. და მოგვიწევს ჩვენი ველოსიპედის დონის გაუმჯობესება ყველაზე მაღალ დონემდე. შევძლებთ თუ არა ველოსიპედების საბოლოო რბოლაში გამარჯვებას და მსოფლიოს გადარჩენას. წავედით! კარგი. ყველას მოგესალმებით. ველოსიპედების საბოლოო რბოლაზე. ყველას გქონდათ საკმარისი დრო, რომ შეგექმნათ თქვენი საუკეთესო ველოსიპედები და დღეს მიგეღოთ მონაწილეობა რბოლაში, რომლის ჯილდოც იქნება $1 მილიონი. ჯანდაბა, ვერ მოვასწარი უკეთესი ველოსიპედის გაკეთება. ძალიან დაკავებული ვიყავი სამყაროს გადარჩენით, ხალხის გადარჩენით და ეხლა ჩემი ველოსიპედი მხოლოდ პირველი დონისაა. კარგი, ძალიან უწუწუნებ Sonic. ჩემი ველოსიპედი მეასე დონისაა, რაც არც ისე ბევრად მაღალია. მე კი ძალიან ბევრი ვიმუშავე და მაქვს უზარმაზარი ველოსიპედი, რომელიც $100 ჩემი ველოსიპედი კი ნამდვილად კარგია. საქმე ისაა, რომ მე მაქვს 10,000 დონიანი ველოსიპედი. ნუ გამაცინებ ლუზერები, ჩემს ველოსიპედს საოცარი განახლებები აქვს და 100,000-იანი დონისაა. კარგი, ვწუხარ რომ მე უნდა გითხრათ ეს, მაგრამ ჩემი ველოსიპედი ყველაზე კარგია, რადგან მისი დონე თითქმის მილიონია. კარგი, ეხლა როცა ყველას მოგეცა დრო, თქვენი ველოსიპედების წარსადგენად. წინ დრო რბოლა დავიწყოთ. კარგი, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ამ დაბალი დონის ველოსიპედით, მაგრამ უნდა ვცადო. სადი Sonic, მხნედი ხარი, მე შენი მგერა, ნიცი ამ ყველაფერს შედლები ასეთ გადაწყვეტ. მადლობა ემი, მიუხედავად იმისა, რომ რთულად მეჩვენება, ძალიან მაღალი დონია და ეს უკვე იწყება. ძალიან კარგი, რბოლა იწყება. 3, 2, 1, დაიძარით. ბოდიში სულელებო, მაგრამ მე პირველი ავალ ჩემს ველოსიპედზე. და ყველას უკან დაგტოვებთ. ვნახოთ, ვინ შეძლებს დამეციოს. ახლა როცა ამ საოცარ სიჩქარეს მივახციე. დიახ, ნახეთ რა მაგარ ნახტომებს ვაკეთებ. ჩემი ველოსიპედი თითქმის მილიონიან დონეზეა და შეუძლებელია ვინმე ჩემზე სწრაფი ველოსიპედი გქონდეს. დიახ, მე აუცილებლად გავიმარჯვებ. არ დაუშვებ რო Shadow გამექცეს, აი მოდივა. ჩემი ველოსიპედი ელექტრო არ არის, მაგრამ მასზე რამდენიმე გაუმჯობესებაა, რომ სუპერ სწრაფი იყოს. დიახ. წამოძმებო. შეიძლება რამდენიმე კარგი ბიძგი მივცე და უფრო სწრაფი გავხდები. ეს ველოსიპედი საოცარია და მე მოვიგები მსულელ Shadows-ზე. ბოდიში, მაგრამ არა. მე ავალ ჩემს ველოსიპედზე და წარმოუდგენელ სიჩქარეს მივცემ. არ დაუშვებ რო თქვენ მოიგოთ ეს რბოლა, სულელებო. უბრალოდ ნახეთ რა სწრაფად შეიძლება იაროს ჩემმა ველოსიპედმა. ეს სიგიჟეა. წავედით. უნდა დავეციო იმ ორს და მოვიგო რბოლა. თქვენ გონიათ. ტეილსი უკვე თავის ველოსიპედზეა და არავის არ მოგცემ დუბლებას, რომ გაიმარჯოთ. დიახ. წამოდი. ამ ველოსიპედს ძალიან დიდ სიჩქარეს მეცემ. ყველანი გავოცდებით. კარგი, ვერ ვიქნებით ძალიან შორს სხვა მონაწილეებისგან. ჯერ ვერავის დავეციე. წამოდი ველოსიპედო. ჯანდაბა, რაღაც პრობლემები აქვს. შეიმჩნევა, რომ მხოლოდ 100-იან დონეზეა. წავედი, დავეწევი მათ. ჯანდაბა, ძალიან ჩამეძინა. წავედით. ყველაფერი უნდა გავიღო. უნდა დავაცვე პედლებს ამ უნტებით, რაც ღმერთმა მომცა. წავედით. სუდად არ მიდის საქმე. საკმაოდ კარგად გამომდის და სწრაფად მივდივა. მაგრამ გონია, რომ სხვებს ვერ დავეწევი. ძალიან სწრაფად მიდიან, მაგრამ არ დავნებდები. არა, ჯანდაბა, წავედით. ვაჯდები ველოსიპედზე მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დავიგვიანე. წავედით. მიდი ველოსიპედო, მიდი. უნდა ვცადოთ, რაც შეიძლება შორს მივიდეთ. აი როგორ ჩანს, რომ ველოსიპედი მხოლოდ პირველ დონეზეა. ბორბლები ნებისმიერ წამს შეიძლება ამოვარდეს. ღმერთო ჩემო, ეს უდავოდ უნდა იყოს ისტორიაში ყველაზე ცუდი ველოსიპედი. წავედით. აქ ცოტა უკეთესად მუშაობს, როგორც ჩანს. უკვე სულ დაკარგა სიჩქარე. ბორბლები ძალიან ცუდია, ვერ მოვასწარი კარგი ბორბლების დაყენება და საბოლოოდ არაფერს მივაღწევ. სრულიად დავიკარგე. მიდი, უკვე კარგა ხანია ვპედალავ. დარწმუნებული ვარ, ფინიშის ხაზს გადავკვეთ და ერთი წუთით. რა ხმაურია ეს? რბოლელებო, ფინიშის ხაზთან. რბოლა დასრულდა. კარგი, შემოვიჭერი, შემოკლებული გზით უკვე აქ ვარ. ნახოთ, ბოლოს რა მოხდა. ვინ მოიგო რბოლა? როგორც ჩანს, საბოლოოდ გამარჯვებული ყორს. და ეს ხარ შენ, Shadow. შენ გახდი გამარჯვებული.
ო, ჯანდაბა, ნეტამ მქონოდა შესაძლებლობა რომ ჩემი ველოსიპედი გამეუმჯობესებინა. ჩუმად ლუზერო, ეს რბოლა მე მოვიგე, რადგან მსოფლიოში საუკეთესო ველოსიპედი მაქვს. მაგრამ ეს სამართლიანი არ არის. დიდი უთანასწორობა იყო. ჩვენ ვერ მოვიგებდით. ხო, ეგ ველოსიპედი თითქმის მილიონი დონისა, ეს ძალიან ბევრია. მე ვერც კი მივახლოვდი. არც მე. კარგი, არაუშავს. თუ გინდათ შეგიძლიათ ერთად შეიკრიბოთ და შეეცადოთ Shadows შეეჯიბროთ და ფული წაართვათ. რას ფიქრობთ? მე კარგად მგონია, შეუძლებელია ჩემზე უკეთესი ველოსიპედი გქონდეთ, ასე რომ რაც გინდათ ის გააკეთეთ. ძალიან კარგი, მაშინ ხვალ ამავე დროს ისევ შევეჯიბრებით, რომ გავიგოთ, ვინ დაიტოვებს საბოლოოდ $1,000,000. ის ჩემთვის იქნება და მას იარაღების საკიდლად გამოვიყენებ. კარგი, არის შანსი რომ შევაჩეროთ Shadow იარაღების ყიდვაში და გამოვიყენოთ ეს ფული სიკეთისთვის, ხალხის გადასარჩენად. თუმცა ძალიან რთული იქნება ამის მიღწევა ან ცუდი ველოსიპედით. აი ღეიმი, გიტოვებ ამ ბინძურ და უშნო პირველ დონეზე ველოსიპედს. მე არაფერში გამომადგება, კარგი? სხვას მოძებნი და. Იასამობ სონიკ, ძალიან ადათიბინე. ეს ველოსიპედი ძალიან კარგია. უბრალოდ მისი პოტენციალი უნდა გავიყენოთ. ნახე, უბრალოდ ეს უნდა ავიღოთ და აქეთ ცოტა შევაკეთოთ. და უკვე მზადა. ნახე, ახალი ველოსიპედია. ვაუ, ეს საოცარია, ეიმი. ეხლა უკვე მეათე დონეა. ამით ნამდვილად შემიძლია დავითქო მისი გაუმჯობესება და სონიკ, ჩვენ ვნახეთ, რომ აპირებთ ველოსიპედის გაუმჯობესება Shadows-თან დასაპირისპირებლად და გვინდა დაგეხმაროთ. დიახ, იმ სულეს არ შეუძლია მთელი ფული იარაღებზე დახარჯოს. ჩვენ დაგეხმარებით ველოსიპედის გაუმჯობესებაში, რას ფიქრობ? ყველანი ერთად გავაკეთებთ ამას, თუმცა მე ისევ მოწყენილი ვარ. მე კი ნამდვილად ვარ მოწყენილი, რომ მეორე ადგილი დავიკავე, ასე ახლოს ვიყავი. პიჩებო, მართლა ძალიან მადლობელი ვარ თქვენი დახმარებისთვის. ეხლა როცა ეს მეათე დონის ველოსიპედი მაქვს, მოდი გავაუმჯობესოთ. საუკეთესო ველოსიპედი ყველას შორის. ასე უნდა ილაპარაკო, სონიკ. მოდი ჩემთან, მე გეხმარები შენს პირველ დანახლებაში ასეულ დონეზე. კარგი, ნაკოს, უკვე აქ ვართ. მე თქვი, რას ვაპირებთ გავაკეთოთ, რომ ჩემი ველოსიპედი ასეულ დონემდე ავიყვანოთ. რა თქმა უნდა, მეგობარო, მოგიწევს ქაოსის ზონას შეეჩიდო. მოგიწევს მთელი ეს მარშრუტი ველოსიპედით გაიარო, სანამ საბოლოოდ აზრამდე მიხვალ, სადაც მე დაგელოდები. იქ შენს ველოსიპედს დათმებით დავამუშავებთ, რომ ასეულ დონეზე ავიდეს. არ ვიცი, ეს თუ იმუშავებს ველოსიპედის დონის ასაწევად ნაკლს, მაგრამ ტაძარში გელოდები, სონიკ. დიახ! კარგი, დრო არ გვაქვს დასაკარგი, მждები ველოსიპედზე და წავედი. ვაუ! აშკარად იგზნობა, რომ ეს მეათე დონის ველოსიპედია. ცოტა უცნაურად მერგება, მაგრამ წავედი, მთელ ტაძარს გავივლი. ნელა გავაკეთებ და არ დავეცემი მთელ ტერიტორიაზე. ეხლა აქედანაც. წავედით. ეთყობა, რომ ეს ველოსიპედიც არ არის საუკეთესო, ხომ ასეა? ცოტა ნელა მიდის, მაგრამ ამ ხრივ კარგად გამომდის. კარგი, ეხლა აქედან მოვდივარ. შესანიშნავია. აქედანაც და აქამდე მივდივარ. ქვემოდან გავდივარ და ხიდი უნდა ვიპოვო გადასასვლელად. თორემ კარგად არ გამომივა. ო, კარგი, შესანიშნავია. ხიდი ჩანს. აქ ვარ. სიჩქარეს ცოტა უმატემ და ტაძრამდე მივდივარ ნაკლს. ეხლა დროა, დიახ. ძალიან კარგი, სონიკ. აბა, ისე ველოსიპედზე ადი და მოემზადე. ეხლა ძალიან კარგი ვარჯიში გველოდება. ღმერთო ჩემო, ეს ცოტა მაშინებს, მაგრამ კარგი, მზად ვარ. მიდი, ვნახოთ რას გამიგეთებ. ოი, ჯიპასო სონიკ, მოემზადე ნაკლზის მუსტისთვის. აჩა! ვაუ! თელი ტაძარი ინგრევა, მაგრამ ნახე, შენი ველოსიპედი კარგად უძლებს. არა! ოი, რასაკეთე ნაკლს? კარგი, მოვახერხე ისევ ავსულიყავი, რადგან დამაგდე. ეს რა იყო? ტაძრიდან გავალ, კარგი? ოი, წავედით. რა მოხდა? ეს მუშტი ძალიან ძლიერი იყო, ზედმეტი მოგივიდა და ჩემი მოტოციკლი საერთოდ არ გაუმჯობესებულა. და ეს ჯერ არაფერია. წავედით. აი იქ ხედავ შენს მოტოციკლს. ახლა ნამდვილად 100 დონემდე გაუმჯობესდება. აი ასე. სწრაფად ამ წუთიდან მხოლოდ 20 წამი გაქვს რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გააუმჯობესო სონიკის ველოსიპედი. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვებს სონიკი ველო, შენ შეძლებ კონდეს ისეთი საოცარი ველოსიპედი, როგორიც მას აქვს. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარები, დრო იწურება. არა. ეს სისულელია ნაკლეს, როგორ შეიძლება ერთი მუშტით ჩემი ველოსიპედი გაუმჯობესდეს? მოიცადე ერთი წუთით. რა ჯანდაბა?
არ შეიძლება, ნუ თუ მე მაქვს 100 დონის ველოსიპედი, ეს საოცარია, ეს შესანიშნავია. უკვე შემიძლია უკანა ბორბალზე სიარულიც. ამდენს გაუძელი და ვისწავლე მისი მართვა და დარტყმების გაძლება. ეხლა ეს 100 დონის მაგარი ველოსიპედია. დიახ, რა მაგარია. ხომ გითხარი, Sonic? ახლა უკვე 100 დონის მოტოციკლი გაქვს. ახლა უნდა შეხვიდე Tails-თან. ის დაგეხმარება, რომ 1000 დონემდე მიაღწიო. მართლა, ეხლა უკვე გიჯერებ ნაკლს. მივდივარ, რომ ბევრად უფრო მაღალი დონის ველოსიპედი ავიღო. დიახ. და ბოლოს აქვარ Tails. ნახოთ რა შეძლებ, რომ ჩემი ველოსიპედი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანო. აქვავე დარწმუნდები ამაში. ანკოლა არმაძე უნდა აძურე შენი ველოსიპედის მართვის უნარით და როცა ყველაზე მარლა მიაღწევ, იქ მე დაგვხვდები. და მოგიწევს მე და ჩემს ველოსიპედს სიმცირეებში გადამაგდო. ხოლო იქ შეძლებ შენს ველოსიპედი დასებას და 1000-მდე დონეზე აინაცვლებ. რთულად ჩანს, მაგრამ გონია რომ შევძლებ. წინწადი, მაშინ დამიმტკიცე. მე ყველაზე მაღლა ვარ. ვნახოთ დამეწევი თუ არა. დიახ. კარგი, რთული ასასვლელია, მაგრამ ეს არის გზა რომ დავამტკიცოთ ჩემი ველოსიპედი მზადაა. ასე რომ წავედით. აი მოვდივარ, ავამწვერვალზე. მიდი, აი პედალავ, ძლიერ ვაწვევი. და ჯანდაბა, შეუძლებლად ჩანს. ცოტა სიჩქარე მომიტევს ავიღო. დამაღმართზეავალ, წავედით. დიახ. აი ესია. ვოუ, მაგარია. და კიდევ პატარა პირუეთის გაკეთებაც კი შემიძლია. დიახ. კარგი, ვსალობ ველოსიპედის მარტოს მაგრად. აი მივდივარ. ვაუ, დიახ. სალტოც გავაკეთე და 360-იც. კარგი, აი მივდივარ შემდეგ აღმართზე. წავედით. და ვაუ. კიდევ ერთი მაგარი სალტოთი, დიახ. ვაუ. უზარმაზარი დაშვება და ახლა მივდივარ ერთ-ერთ ბოლოისკენ. წავედით. დიახ. კიდევ ერთი ბრუნვით. ცოტა ცუდად გამომივიდა, მაგრამ წავედით. ახლა დრო. ბოლო. არ გამომივიდა. ტრიალე პაგდა წავედი. წავედით. ახლა კი. აქ ვარ Tails. წავედით, ჩართე შენი მოტოციკლი, ვნახოთ რომელი ჯობია. მოიცადე, სად არის? აი მოდის, ზუსტად უკანაა, Tails? აბა რა სიტყვი თუ აქ კარგ პირუეთს გავაკეთებ. დიახ. უბრალოდ უნდა ჩავაგდო ის ამ ხროლში და მე თვითონაც ჩავხტები. რას ფიქრობ ამაზე, Tails? ვაუ! დიახ, მოგეწონა? იმიტომ რომ ახლა აქედან შემიძლია მოსვლა. კიდევ ერთი პირუეთი. დიახ. და ზუსტად ახლა შეგიძლია დაგაგდო. აი ასე. უკვე თითქმის დაგიჭირე, Tails. რა ხდება, საბურავი დაგეშვა? მგონი კი, იმიტომ რომ ვეღარ მოძრაობ. ახლა ბოდიში, მაგრამ უნდა ჩავარდე. დიახ, ჩავაგდე. და ახლა ჩემი ჯერია. რა ხდება? დიახ, ახლა მოქვს 1000-იანი დონის ველოსიპედი. ეს საოცარია. Tails, ნუ მეტყვი რომ ეს არ არის მსოფლიოში საუკეთესო ველოსიპედი. დიახ, Sonic, ეს საოცარია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დონე გაქვს ასასვლელი. უნდა შეხვდე Silver-ს. დარწმუნებული ვარ ის დაგეხმარება 10000 დონემდე ასვლაში. კარგი, ეს მომწონს როგორც ჟღერს. აი მივდივარ ამ მაგარი ველოსიპედით Silver-თან. ვნახოთ რა შევძლებ. დიახ. და აი ბოლოს აქ ვარ Silver, ჩემი 1000 დონიანი ველოსიპედით. მზად ვარ რომ დაგამარცხო. რა თქმა უნდა, Sonic, ეგ შენ გონია, ვერ დამამარცხებ. ამ მომავლის ტრასას სპეციალურად მოვამზადე, რომ შენი და შენი ველოსიპედის უნარები რბოლაში გამოვცადო. თუ შეძლე მთელ ტრასაზე ჩემზე ადრე გასვლას მომიგებ. ამ შემთხვევაში შენი ველოსიპედი იქნება 10000-იანი დონის. საინტერესოა, მოდი ვცადოთ, იმიტომ რომ ამ ველოსიპედით არ წავაგებ. ძალიან კარგი, წინ, დამეწიე თუ შეგიძლია. დიახ. მოვდივარ, სულელო. Silver, მართლა გონია ვერ დაგეწევი. ნახე როგორ წოვს საბურავს და როგორ მართავ ამ ველოსიპედს. წამოდი. სულ უფრო სწრაფად მივდივარ და გაგასწრებ, Silver. გზას გამითავისუფლე, გთხოვ, თუ მაპატიებ, რბო მაქვს მოსაგები. დიახ. აი მოვდივარ, რა სისტრაფეს ავიღე ველოსიპედით, მაგრამ Silver-იც არ ჩამორჩება. აშკარად მასაც 10000-იანი დონის ველოსიპედი აქვს. ვაუ, წავედით. დიახ.
კარგია, თუმცა მივდივარ, მაინც ძალიან ახლოს მომყვება. წამოდი სილვერ, ვნახოთ, კიდევ შეძლებ თუ არა დამეციო. დაგტოვებ უკან სულელო, წამოდი. უნდა აუჩქარო ფრთხილად, რომ არ დამეციოს. ასე გავაგზელებ. რიტმს არ კარგავს. როგორ მიდის ასე სწრაფად, როცა ჩემი ველოსიპედი უკეთესია, ჯანდაბა. წავედით. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი მოდის, დიახ. თანაც სალტოთი, უფრო მეტიც. ორმაგი სალტო. ნახოთ, შეძლებ თუ არა ამას, სილვერ. ვაუ, მანაც გააკეთა პირუეტი. შეიმჩნევა, რომ მისი დონე 10,000-ია, მაგრამ ვერ დავნებდები. გავაგზელებ ამ ლუპის გავლას. წინ, ეს საოცარია, ვაუ. ლუპს გავდივარ, გრავიტაციის წინააღმდეგ და სილვერი ახლოს მომყვება. წინ, უკვე დავამთავრე, დიახ. ეხლა ეს უზარმაზარი ნახტომი, სალტო და ქვემოდან გავდივარ, მაფატიე სილვერ. ვაუ, ძალიან სრაფია და თითქმის დამეწია, მაგრამ არ დაგტავნებას რომ დამამარცხო. უნდა გაგასწრო, რომ ჩემი მოტოციკლებმა ან ველოსიპედმა 10,000-ის დონე გადალახოს. ასე რომ წავედით სილვერ, უკვე გისწრებ და კიდევ უფრო გაგასწრებ. გთავ ველოსიპედის ტურბოს 1000 დონეზე. ვაუ, ეს ძალიან სრაფია. სილვერს უსწრებ, კარგი, მაგარია. აქ უხვევ. ღმერთო ჩემო, ისევ თავ ტურბოს. ყველაფერს უდებ. დიახ, შესანიშნავად გამომდის. სულ უფრო შორს რჩება. მოემზადე, მოვდივარ. დიახ. სალტო, დადაშვება. კარგი, აქ სრიალს გავაკეთებ და უკვე რბოლა მთავრდება ამ ფუტურისტულ ტრასაზე, რომელიც სილვერმა მოამზადა. წავედით თუ არა, მეწევა და უკვე ფინიშთან ვართ. არა. სამო, ბოლო აჩქარება, მეწევა, ნახვამდის, დიახ. აი ესე იგებენ რბოლას. სილვერ ცოტა დააგვიანე და ერთი წუთით. ეს ნიშნავს, რომ ჩემი მოტოციკლი, ჩემი ველოსიპედი. ღმერთო ჩემო, ეს დაუჯერებელია. ეხლა მე მაქვს 10,000-იანი დონის მოტოციკლი. ეს საოცარია. სილვერ, დიდი მადლობა რომ დამეხმარე ამ ველოსიპედის მიღებაში. არაფერია, სონიკ, ჯერ კიდევ უნდა წახვიდე მეტალ სონიკთან, რომელიც დაგეხმარება ველოსიპედის 100,000-მდე განვითარებაში. აბსოლუტურად მართალი ხარ. დიდი მადლობა, სილვერ. მე მივდივარ მეტალ სონიკთან და ამ საოცარი ველოსიპედით. დიახ. დაიბოლოს და ბოლოს, აქ ვარ მეტალ სონიკ. მზად ვარ ჩემი ველოსიპედი 100,000-მდე განვავითარო. მოგესალმები, სონიკ, ეს ველოსიპედების ბრძოლა იქნება, სადაც გამარჯვებულია ყველაზე საოცარ დონემდე. მოედნის ცენტრში ბურთი იქნება და რა თქმა უნდა თითოეული თავის კარს დაიცავს. საჭიროა გოლი გაიტანო მოწინააღმდეგის მოედანზე. ამავე დროს შეგიძლია გამოიტანო შენი ველოსიპედის იარაღები. რა ჯანდაბა, იარაღების გამოგანება შეიძლება. ეს თამაში ცოტა უცნაური იქნება, არა? მხოლოდ ყველაზე ძლიერი დარჩება, რომელიც შეეჯიბრება შადოუს. წავედით. კარგია, დრო არ გოგზდა საკარგი, აქ ვარ, სრულიად მზად ვარ, დავიცვათ ჩემი კარი და დაგამარცხო მეტალ სონიკი. მაშ, ომი იწდება 3-გან 1-მდე, წავედით. წავედი, დიახ, ბურთი ჩემიას. და წავედი, გოლს გაგიტან სულელო. არა, მოდის, ცხეულო მეტალ სონიკი. გოლი უნდა გაიტანო, არა ჯერ ჩხუბი. ეს ლაზერები, დიახ. სულელი იქ უკან დარჩა, ვეღარ შემაჩერებს გოლის გატანაში. უკვე ჩემიას. მოიცა რა. არა, თავისი ველოსიპედით შეერწყა. ეს სამართლიანი არ არის. ეხლა ის თავის იარაღებს ველოსიპედის იარაღებთან აერთიანებს. თუ შენ ასე თამაშობ, მეც რაღაცა მსგავს ვითამაშებ. ჩემს არსენალში საუკეთესო იარაღებს გამოვიყენებ და გაგანადგურებ. აი ეს მიიღე. ხო, ნახე როგორ განადგურებენ ჩემი იარაღები. აი ეს და ეს. მიიღე. დედა ჩემო. ეს არის ყველაზე რთული მატჩი მსოფლიოში. შეუძლებელია მისი დამარცხება. ამიტომ უნდა ვცადო, ბურთს კარგად დავარტყა. აი მოდის. კარგი, მოვახერხე, თავის არიდება. აი ეს მიიღე. ყველაფერს მესვრის, მაგრამ ბურთი დაავიწყდა. ასე რომ აქედან შემიძლია ავიდე და ეს გავაკეთო. ვისროლე და გოლი! ბოდიში, ლუზერო, ახლა მე გამოეყავი შენს ველოსიპედს, იმიტომ რომ მე მოგიგე, გოლი გავიტანე და პრიზიც ავიღე. ასე რომ ეხლა 1 წუთით. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად 100,000-იანი დონის ველოსიპედია. რა სიგიჟეა, მეტალ სონიკ. მაკლა საოცარი იყო, ძალიან კარგად გაართვით ავი და დამამარცხე, მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედთან ერთად ვიყავი გაერთიანებული. ეჯგარეშია იმსახურება 100,000-იანი დონის ველოსიპედს, რომ ითაც შეიძლება შადოუსაც კი დაამარცხო.
მაგრამ არ ვიცი, საკმარისი იქნება თუ არა. შეიძლება მილიონიანი დონის ველოსიპედი დამჭირდეს, რომ დავამარცხო. მინდა გითხრა, რომ ეს შეუძლებელია. ისტორიაში არავის მოუპოვებია ასეთი ველოსიპედი. ეს ყველაფერი ურბანული ლეგენდებია. ჯანდაბა, კარგი, როგორც არ უნდა იყოს, ვეცდები აუდიო ჩემი ველოსიპედის დონეს. თუ არ გამოვა, ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ. ეხლა დიდი ფინალური რბოლის დროა. დიახ! კარგი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ველოსიპედის რბოლის გამეორებიდან მეორე დღეს. და როგორც ჩანს, არავინ გამოჩენილა. უკვე გითხარი ეგმან. არავის ექნება თითქმის მილიონიან დონეზე ველოსიპედი, როგორც ჩემი მაქვს. ასე რომ ჯობია ფული მომცე და ეს ყველაფერი დაამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ. კარგი, თუ ასია, მაშინ ვაცხადებ, რომ რბოლის გამარჯვებულია. გაჩერდით, რბოლა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან უკვე აქ არის შადოუს მოწინააღმდეგე. კარგი. ეს საინტერესო ჩანს. მაშ, მონაწილეებო, მოემზადეთ. კარგი ველოსიპედია, სონიკ, ძალიან კარგია, მაგრამ რა დონისაა? ახლოსაც ვერ მივა ჩემსას. მე მაქვს მილიონიანი დონის ველოსიპედი, ნეტავ ასე იყოს. სინამდვილეში 100,000-იანი დონისაა, მაგრამ მაინც შემიძლია მასით შეჯიბრება. 100,000-იანი დონე, რა სუსტი ხარ, ეს ძალიან მარტივი იქნება. კარგი, მაშინ დავიწყოთ რბოლა. ყველა მზად ვართ. რბოლა იწყება 3-დან. Sonic, ჩვენ გენდობით. 2, წინ, გაკეთე ყველაფერი და აუცილებლად გაიმარჯვებ. 1. ნინი სონიკ, შენ გავად, შესაულ გაკესოხან. დამარცხე იგი. შეგიძლია. 0, რბოლა დაიწყე. შვიდობით, საწოდავო, ძალიან წუხვარ, მაგრამ 1000 ცხოვრებაშიც კი ვერ დამეწევი. ამ ველოსიპედით არა მხოლოდ ძალიან სწრაფად მივდივარ, არამედ მას ნახტომების სისტემაც აქვს. დიახ, ასე რომ როცა სიჩქარეს ავირებ, საოცარ ნახტომებს ვაკეთებ. აი მივდივარ, ეს რბოლა უკვე მოგებული მაქვს. საწოდავო, ახლოსაც კი არ ხარ. ჯანდაბა, შადო უკვე ცოტათი მასწრებს, მაგრამ ვერ დავნებდები. მე ხომ საოცარი ველოსიპედი მაქვს. 100,000-იან დონეზე. წავედით, საკედით, საკმაოდ სწრაფად მივდივარ. მაქსიმუმამდე მომიწერს დაძაბვა, თუნდაც ეს ნიშნავს სარისკო მართვას და რამდენიმე შეჯახებას. იმიტომ რომ მისი ველოსიპედი უფრო მაღალი დონისაა, ამიტომ თუ მინდა რომ მოვიგო, ჩემ შესაძლებლობებზე მეტად უნდა ვეცადო. წავედით, კარგად გამომდის. ცოტა ვეჯახები კიდეც, მაგრამ მაინც მივდივარ. მაქსიმალურ სიჩქარეზე გადავდივარ. ეს ძალიან სარისკოა. შეიძლება ველოსიპედი აფეთქდეს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. არა, კონტროლს ვკარგავ. გზიდან გადავედი. არ შეიძლება. ეხლა უფსკრუნში ჩავარდები. რა გავაკეთო? ნეტავ მილიონიანი დონის ველოსიპედი მქონდეს. ხო, სასწაული მჭირდება. წყალში ჩავარდი. არა, აქ ყველაფერს დავკარგავ. ჯანდაბა, ჩემს მოტოციკლებთან ერთად ვიძირები. არანაირი შანსი არ არის, რომ რამე გავაკეთო, ხომ ასეა? არა, ეს დასასრულია, თუმცა მოიცა. ეს რა არის? უნდა გამოვიყენო ველოსიპედის ტურბო ცოტა. არის რამე აქ ზღვის ფსკერზე. აი ესეა, არ მჯერა. ქაოსის ზურმუხტი. წავედით, უნდა მიუახლოვდე მას, შევეხო. და რა ხდება? არ შეიძლება. ეს რა ველოსიპედია? ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ამ ველოსიპედით ფრენა შემიძლია. წავედით, უნდა დავბრუნდე დიდი ტრასის ზემოთ. აი დავბრუნდი. დიახ, დავბრუნდი ტრასაზე. და ღმერთო ჩემო, მგონი შედოუ ეს ნამდვილი მილიონიანი დონის მოტოციკლეტია. ვაუ, ეხლა ხან ისე სწრაფად გაგასწარი და შენ ხომ ასეთი კარგი იყავი. მოდი სადე დამეციო. მისი მოტოციკლი თითქმის მილიონიანი დონისაა. ალბათ 999,000-იანი იქნება, მაგრამ ჩემი შეუძლია ხტომა, შეუძლია ფრენა, შეუძლია სწრაფად სიარული, დრიფტიც. ჩვენ მილიონიანი დონის ველოსიპედზე საუბრობთ. სრულიად შეუჩერებელი ვარ. აუ, შადოუ, რა მოხდა? შეეჯახე. თუ ვერ მეწინააღმდეგე სულელო, მოდი. ვერ დაუშვებ შეცდომას. საოცრად გამომდის. ვერ დავნებდები. ტრასიდან გამოვედით, მაგრამ ისევ დავბრუნდებით. მოდი. დიახ. გამოვიყენებ ნახტომებს ჩემს სასარგებლოდ. კარგი დრიფტებით. შადოუს უკან მოვიტოვებ და უკვე ფინალურ მონაკვეთში ვართ. ეხლა არ არის დროს. მაქსიმალური აჩქარება, დიახ. კარგი. რა მოხდა შადო? ბოლოს ვეღარ დახარჯავ იმპულსი არაღებზე. იმიტომ რომ მე მაქვს მილიონი დონის მოტოციკლი. ჯუმად სულელო, საიდან გაქვს მილიონი დონის მოტოციკლი? ეს შეუძლებელია. ეს ხომ ლეგენდა იყო. კარგი შადო, ნება მომეცი და შეწყვიტე ტირილი. ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ეს $1,000,000 სონიმ მოიგო. გილოცავ, რას აპირებ ამდენი ფულით?
მე მას მივცე მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ღარიბებს და უსახკაროებს შეიძლება მოტოციკლის მივცე ბოლოს და ბოლოს უკვე აღარ დამჭირდება ასე რომ ნება მომეცით ფულს ავიღებ და მას მივცე მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დიახ ეხლა მივდივარ ჩემი მფრინავი მოტოციკლით უსასრულობაში და კიდევ უფრო შორს რომ მივცე ეს ფული მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება რადგან მე მაქვს ველოსიპედი $1,000,000 დონის დიახ